რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების აღსადგენად. სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ განიხილავენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლის გადადგმითაც საქართველოს მთავრობა მათ ოცნების დამოკიდებულების სერიოზულობაში დაარწმუნებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნეტგაზეთს კითხვის პასუხად მისწერა. ქართულმა ონლაინ მედიამ იკითხა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს-ირანს შორის ამჟამად არსებულ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობებზე და უფრო ფართო რეგიონულ პოლიტიკურ საკითხებზე. ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორი. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის. სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს თავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობისა და კეთილდღეობისგან, რომელსაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად. თემასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. ეს გარდამავალი ურთიერთობები გარკვეულწილად გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ დღეს რაც გვაქვს, კვანძილებს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ოპტიმისტები ვიყოთ. ჩვენი ურთიერთობები კვლავ დაუბრუნდება სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს. რაც შეეხება ნეტგაზეთს, არ გამოვრიცხავ ყოველ შემთხვევაში, რომ გარკვეული მესიჯი გაუგზავნა იმ ადამიანებს, ვინც პროტესტით არის ქუჩაში გამოსული და დღეს საკმაოდ ცუდ ხასიათზე არიან კოლექტიური ნაცმოძრაობა მხედველობაში, არა თუ ცუდ ხასიათზე, ისტერიკაში არიან იმის გამო, რა ურთიერთობები ვითარდება. ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება. აქედან გამომდინარე ეს განცხადება რაღაც გარკვეულწილად შეშველებას გავს იმ რწმენისა, რომ ნუ გეშენიათ ჩვენ მაინც ამერიკის შეერთებული შტატებთან გვაქვს ის ურთიერთობა, რომ საქართველოს კვლავ დასჯიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ ქართული ოცნება დემოკრატიულ კურსს არ დაუბრუნდება, ივანიშვილის გუნდსა და შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე საუბარი არასერიოზულია. ჩვენ მოვისმენთ სახთების განცხადება, რომელიც მოწმობს, რომ აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვა და ნორმალიზება არ მომხდარა და არ მოხდება, ვიდრე რეჟიმი არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს. როგორც ვხედავთ, სარდაფებსა და კორიდორებში აშშ-ის ლიდერებთან სამწამიანი შეხვედრები არ არის და ვერ იქნება საკმარისი ამ რეჟიმს არ გადაუდგამს არც ერთი დადებითი ნაბიჯი იმისათვის, რომ შეჩერებული ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობები აღდგენილიყო. ნაცვლად ამისა რეჟიმმა, რომელმაც საქართველოსთან განდევნა ამერიკული კაპიტალი და რომელსაც სურს, რომ ანაკლიის ღვაწლოვანი პორტის პროექტი გადასცეს ჩინეთს, ამ რეჟიმმა ღიად დაიკავა ავტოკრატიული ანტიამერიკული ძალების მხარე. კიდევ უფრო მძლავრად ჩააცემენტა ავტოკრატიული ძალისხმევა. შეერთებული შტატები არა მხოლოდ ახლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების მხრიდან ყოველთვის აქტიურად იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მშენებლობაში ჩართული. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს ოცნების ის პოლიტიკა, რასაც აწარმოებს ბოლო წლების განმავლობაში, ეს არის სწორი და მართებული. სწორედ ოცნების არაკომპეტენტურმა და ამ მავნებლურმა პოლიტიკამ გააფუჭა ურთიერთობა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ შეერთებულ შტატებთან და არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან. შესაბამისად, ერთია შეერთებული შტატები მოწადინებულია ამ სტრატეგიული პარტნიორობისთვის, მეორე ამისთვის რასაკეთებს დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება. დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის, როგორც შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან ნამდვილად არაფერს არ აკეთებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის 30 ნოემბერში აჩერა. მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა სინანული გამოხატა ოცნების გადაწყვეტილების გამო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. ასევე დაგმო იმ მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით საქართველოს კონსტიტუციის ღალატს აპროტესტებდნენ.